გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ ყველანი ქუჩაში ვდგავართ. იმიტომ რომ ჩვენ იძულებული გავხდით რომ ქუჩაში გამოვსულიყავით თქვენთან ერთად. ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი უმრავლესობა პრინციპში შეიძლება ათეულობით ან ასეულობით მიტინგიც კი გაუშუქებია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა და არასდროს ყოფილა მიტინგზე გამომსვლელად. ამას მეც ვერ წარმოვიდგენდი. იმიტომ რომ ჩვენი ადგილი აქ არ არის, ჩვენი ადგილი არის სტუდიებში, კამერებთან, ჩვენი ადგილი არის თქვენთან, იქ სადაც თქვენ ყველაზე მეტად გიჭირთ, იქ სადაც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. ჩვენი ადგილი არის იქ წესით, სადაც თქვენ გჭირდებათ რომ თქვენი ხმა მიაწვდინოთ ხელისუფლებას, თქვენი ხმა მიაწვდინოთ საქართველოს. ჩვენი ადგილი არის იქ, სადაც ქვეყნის ბედი ხდება. ამიტომაც ვართ ჩვენ დღეს აქ. აქ ხდება სწორედ ქვეყნის ბედი, იმიტომ რომ ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთხმად უთხრათ ხელისუფლებას, რომ დღეს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოს ბედი და ბრძოლა არის რუსთავი 2-ის მოედანზე. ეს ნამდვილად ასეა. ხელისუფლება დიდი ხანია გვებრძვის ყველანაირი მეთოდით. არაფერზე არ იხევს უკან და მზად არის ჩვენს ტელევიზიას რუსთავი 2-ს გადააყოლოს დამოუკიდებელი სასამართლოც. ხელისუფლება ვერ ხვდება ან არ ხვდება რომ ის ამ ბრძოლიდან, ამ ომიდან ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებული გამოვა. ის ან დამარცხდება უზენაეს სასამართლოში, ან ის ჩაიგდებს ხელში რუსთავი 2-ს და დამარცხდება საქართველოსთან ერთად. ის დამარცხდება მთელ ქვეყანასთან ერთად, იმიტომ რომ ეს იქნება ჩვენი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის დასასრული. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არც კი განვიხილავთ ამ ვერსიას, არც კი განვიხილავთ იმ ვერსიას, რომელიც თითქმის 2 დღის განმავლობაში იყო ეკრანზე და რაც ძალიან უნდა ხელისუფლებას, რომ რუსთავი 2-ის ეკრანი იყოს ასეთი შავი, ასეთი შავ-თეთრი. თქვენ ხედავთ რომ რუსთავი 2 უკვე დაბრუნდა, ჩვენ უკვე ეთერში ვართ და ეს ასე გაგრძელდება სწორედ თქვენი დახმარებით. ჩვენ დავბრუნდით თქვენთან ერთად ჩვენ ეკრანზე, როდესაც აი ამ შავ-თეთრი საათების შემდეგ რუსთავი 2 შევიდა ეთერში, ჩვენ ყველა ერთად გამოვჭით. ჩვენ დავბრუნდით თქვენთან ერთად და თქვენთვის და ჩვენ ასე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ წელიწად ნახევარია უმძიმესი ზეწოლის ქვეშ ჩვენ მუშაობა, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. იმ მომენტიდან, როდესაც სულ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში ქართული ოცნება და როდესაც დააკავა ჩვენი გენერალური დირექტორი. იმ წუთიდან მოყოლებული ჩვენ უდიდესი ტვირთი გვადევს ხრებზე, მაგრამ მაინც მუშაობთ ისე რომ ხარისხი არ დაგვიგდია, კიდევ უფრო დიდი შემართებით, კიდევ უფრო დიდი მონდომებით და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და ამას ჩვენ დავამტკიცებთ დღესაც კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ ქუჩაში ვდგავართ, დღეს 9 საათზე პოსტსკრიფტუმი ისევ გავა ეთერში, ისევ იგივე ხარისხით, ისევ იგივე დონეზე, იგივე ჟურნალისტებთან და ვერავინ ვერ შეამჩნევს, რომ ამ გადაცემის ავტორები ნახევარი დღე ქუჩაში იდგნენ იმის ნაცვლად, რომ ტელევიზიაში ემუშავათ. იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა დაგვაყადაღონ, რამდენიც არ უნდა გამოვყაროთ, რამდენიც არ უნდა შეგვაშინონ, რამდენჯერაც არ უნდა დაგვემუქრონ, ჩვენ მაინც ვიქნებით ნომერი 1 ტელევიზია მთელ საქართველოში. იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად მუშაობა არ შეგვიძლია. ჩვენ ასეთები ვართ, ჩვენ რუსთავი 2 ვართ. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. კვირა დღე წესით არ არის იმის დღე რომ ასეთ რამეზე ვილაპარაკოთ. კვირა დღეს თქვენ უნდა იყოთ ოჯახებთან ერთად, მაგრამ თქვენ გამოხვედით აქ და ჩვენთან ერთად დადექით. ამისთვის უდიდეს მადლობას მოგახსენებთ. დიდი მადლობა. მე დავასრულე, ბოლოს უბრალოდ აუცილებლად არ შემიძლია რომ არ თქვა, მინდა ჯანმრთელობა უსურვო მამა გიორგის, რომელიც იმ ამავე ხელისუფლებას დღეს საპატიმროში ყავს გამომწყვდეული და ლამის გადაიყოლა ეს ადამიანი. ჩვენ არ გვჭირდება ახალი მოწამეები, არ გვჭირდება, ჩვენ გვინდა რომ მამა გიორგი იყოს ჯანმრთელი, ჩვენ გვინდა რომ პატრიარქი იყოს ჯანმრთელი, ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და მალე საქართველოში დაბრუნებას და მალე თავის მრევლთან დაბრუნებას. დიდი მადლობა. Sudavastis.